განმავლობაში დავიწყოთ ინტერვიუ მარტვილია პირდაპირ ეთერში. მეუფე პეტრე, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. საკმაოდ დაძაბული კვირის ბოლოს და ვიცით რომ უმძიმესი 40 დღე იწყება და სავარაუდოდ ალბათ სასულიერო პირები აღარ გააკეთებენ იმ ხმაურიან განცხადებებს, როგორც კეთდებოდა მთელი ამ დღეების განმავლობაში. დავიწყოთ ბოლოდან. მთელი კვირის განმავლობაში იყო საპატრიარქოში შეხვედრები, როგორც საერო, ასევე სასულიერო პირები მიდიოდნენ. პროკურორი, პრემიერი, ყოფილი პრემიერი, პრეზიდენტი და ასე შემდეგ. რა შეგვიძლია ვთქვათ კვირის ბოლოს? საფრთხე რეალურად არსებობდა პატრიარქის მოწამვლის ან მაღალი სასულიერო პირების? საღამომშვიდობის ნამდვილად ძალიან ისეთი სულიზეიმი წმინდა მარხვის დღეები გველოდება და რაც დაგვირგვინდება წმინდა აღდგომის დღესასწაულით. ტრადიცია, რომელიც პირველ საუკუნეშივე დაიწყო ეგვიპტეში მოღვაწე ბერების მიერ, რომლებიც მარხვის დაწყების წინა დღეს ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს, თხოვდნენ შენდობას, გადიოდნენ სამოღვაწეოდ, ძალიან მძიმე ხვაწყს ეწეოდნენ და არავინ იყო დარწმუნებული, შეხვდებოდნენ თუ არა აღდგომის დღესასწაულს ისინი ცოცხალნი, ანუ მიწიერი ცხოვრებით და ამიტომაც შენდობის წესი დამკვიდრდა და მე მინდა დღეს შევახსენო სრულად საქართველოს მორწმუნე საზოგადოებას განსაკუთრებით, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ერმა ბერმა საერო სასულიერო ხელისუფალმა ვიფიქროთ ასევე, რომ ეს აღდგომა ჩვენთვის ეს მარხვა შეიძლება იყოს ბოლო, ისევე როგორც წმინდა მამათა სწავლებით ყოველი დღე უნდა ვიცხოვროთ როგორც დღე უკანასკნელი და გავატაროთ ღვთის შიშით და სიმართლით, ღვთის სიმართლით და მისი მსახურებით. ასევე უნდა ეს მარხვა აუცილებლად გავატაროთ როგორც ბოლო მარხვა მაქსიმალურად ჩვენი სულის გადასარჩენად და ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად გამოვიყენოთ. რაც შეეხება მთავარ კითხვას, მიმდინარე კვირის ბოლოს რეზიუმე როგორია თქვენის მხრიდან? მე რაც მოვისმინე თქვენი გაგრძელება ამ ინტრიგების, ესე იგი, ახალი ფაქტიურად ვერსიები, კიდევ ერთხელ ფიქრობ, ჩემი ეჭვები მართლდება, ფაქტიურად შემოქმედი სცენარის ავტორი ამ ინტრიგისა, ამ საშინელი სკანდალური მოვლენისა და სამარცხვინოსი, როგორც ეკლესიისთვის, ასე ქვეყნის და ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებისა ავტორი ქალბატონი დღემდე მართავს სიტუაციას და სანამ ჩვენ არ გადავდგამთ გაბედულ ნაბიჯებს, მანამ ესე იგი დაუსრულებელი იქნება ეს ინტრიგები, რამე თუ ამ ქალს ასევე ზედმეტ სახელად ჩემ მიერ მრავალგზის გაჟღერებული რუხი კარდინალისა, ჩtildeოვანი მმართველისა თუ სხვადასხვა სახელდების გარდა ინტრიგების დედოფალსაც უწოდებენ და ეს ნამდვილად ესია. რაც შეეხება ხელისუფლებასთან მიმართებაში აქცენტები, რაც მოვისმინე, მე არ გამოვრიცხავ არაერთხელ ყოფილვარ მოწმე, რომ ადამიანს ეს ადამიანი, როდესაც თავის ინტრიგებში, ანუ თავის ხაფანგში იყო გახვეული, ყველაფერი გაუკეთებია, გაუწირავს პატრიარქი, მისი ავტორიტეტი, ეკლესია, წმინდა სინოდი და მისი ავტორიტეტი ასევე გაწირავს თავისუფლად ხელისუფლებას და მის ავტორიტეტს საკუთარი თავის გადასარჩენად და საკუთარი თავის დასაძრომად. არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ არის დიდი ეჭვები, რომ კვალი როგორც სცენარის ავტორისა, როგორც ამ ინტრიგების წამომწყებისა მისკენ მიდის, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ის უკვე ულტიმატუმის ენით ესაუბრება და ცდილობს დაელაპარაკოს ხელისუფლება და ასევე დააშანტაჟოს როგორც მაღალი იერარქია სასულიერო წოდებისა. მე გავიხსენებდი ფაქტს, ერთი წუთით თუ შეიძლება მე გავიხსენებ ფაქტს 2009 წლის მოვლენებისა, როდესაც ნინოობის დღესასწაულის წინა დღეს, როდესაც პატრიარქი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს საღამოს, მე ვესწრებოდი ამ ესე იგი შეხვედრას. მეორე დღეს, ანუ მასპინძლობს ესე იგი გვემსახურება ქალბატონი პატრიარქის დივან რეფერენტი, პრეზიდენტი ხებულობს ყველა შემოთავაზებულ, ესე იგი ღვინოს, სასმის, ყავას, საჭმელს, პატრიარქის, ესე ვთქვათ, ულუფასაც კი თვითონ ჭამს. მეორე დღეს პატრიარქი ხდება ძალიან ცუდად, 1 საათი იყო უკონტროლო მდგომარეობაში ნინოობის დღესასწაულზე, როდესაც მე წირვის შემდეგ დავბრუნდი საპატრიარქოში, გადაიყვანეს უკვე თოდუას კლინიკაში და აი თქვენ მიერ ჩამოთვლილი ადამიანები, ეგრეთ წოდებული უფლებადამცველი კაკაბაძე, ეგრეთ წოდებული ესე იგი საპატრიარქოს უფლებების დამცველი არამზადა გიორგი ანდრიაძე თუ გაიხსენებთ 2009 წლის იანვრის პრესას. იქ პირდაპირ წერენ,
რომ ქვეყნის ხელისუფალმა პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი. მაგრამ არ იყო გამბედაობა, მაშინ არ იყო გამბედაობა ქვეყნის ხელისუფალს გამოეძიებია და გადაედგა ღირსეული ნაბიჯები. მე ვფიქრობ, ამ ჯერზე მაინც ამ ფაქტით მაინც ანუ გამოდის რომ ეს პირველი მცდელობა არ იყო საპატრიარქოში, თუნდაც პატრიარქის წინააღმდეგ გალაშქრების და გაბრძოლების. მე არ ვიტყვი რომ პირველი მცდელობა მოწამვლის. რა თქმა უნდა ხელისუფლების ასევე დადანაშაულებისა. მე ასევე ვახსენე რუსთავიორის ეთერში 2004 წელს, როდესაც მეუფე დანიელს ასევე დააბრალეს და გურამ შარაძეს გაახმოვანებინეს პატრიარქის მოწამლა. ანუ არაერთ გზის ყოფილა, არასოდეს გამოძიებულა, ამიტომ ყოველთვის ეს ქალბატონი გამოძრა, ანუ თავი გადაირჩინა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის ის შემთხვევა, სადაც ღმერთის ხელი ურევია და ბოლომდე უნდა მივიდეს, ეს არის ჩვენი ერისა, ჩვენი ხელისუფლებისა და ეკლესიის ღირსება. როდესაც თქვენ ღირსების საქმე ამ საქმის ბოლომდე სამართლიანად მიყვანა. გასაგებია, როდესაც თქვენ მუდმივად პატრიარქის მდივან რეფერენტის შორნა თეთრუაშვილის ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობთ, ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც საპატრიარქოსთან შეხება აქვს, მათ შორის თეოლოგები, ჩვენთან საუბრობენ, რომ შორნა თეთრუაშვილი სულაც არ არის სინამდვილეში ისეთი გავლენიანი, როგორიც თქვენ ცდილობთ ის წარმოაჩინოთ. ხომ არ ამბობთ შორენას და გულისხმობთ სხვას. მეტი კონკრეტიკა რო იყოს შორნა თეთრუაშვილის მითთან და დაკავშირებით ძალასთან. ეს იმ ადამიანების, იმ ეგრეთ წოდებული თეოლოგების და იმ ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების სინდიზე იყვნენ, რომლებიც გამოდიან ხოლმე ეთერიდან, სტუდიიდან, აი მე რაც ვიცი ფაქტი და სტუდიის გარეთ პირადად ლანძღავენ, ესე იგი, ამბობენ სიმართლეს და სტუდიაში დავალებულნი პირფერობენ და ფარისევლობენ. ეს არის ჩვენი ეკლესიის პრობლემა, ეს პრობლემა და ეს რეალური მართლობა შექმნა ამ ქალის განუსაწყობმა ძალაუფლებამ. აი ეს არის ფაქტი, ამიტომაც უნდა სასტრაფოდ ეკლესიაში გასაგებია, თქვენ სინოდში ჩანს ყოველ შემთხვევაში რომ დარჩით მარტო. შორნა თეთრუაშვილს ძალიან ბევრი თანამოაზრე ყავს სინოდში. ძალიან საინტერესოა, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სტილოცვა, მარტო მყოფო, შემიწყალე მე მარტო მყოფი. და რაც შეეხება ჩემს ასევე მარტოობას, აი ძალიან საინტერესო შეფასება მისცა ჩვენმა თანამშრომლმა, როდესაც საპატრიარქოს ტელევიზიაში ჩავატარე კრება ამ საკითხებთან მიმართებაში და ერთმა განათლებულმა ჭკვიანმა ადამიანმა ესეთი პასუხი გამცა, რომ მეუფე სიტყვა არ ითვლება, სიტყვა იწონება. ასე რომ ძალა აქვს მართალ სიტყვას. გასაგებია. აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე. მეუფე, ჩვენი ინფორმაციით პროკურატურამ გარკვეული მტკიცებულებების სინოდს და პატრიარქს გააცნო. რაზე მეტყველებს ეს მტკიცებულებები? შეგვიძლია დღეს ჩვენ ვისაუბროთ, რომ მამა გიორგი მამალაძე მართლაც დამნაშავე არის და მას რეალურად წარუდგინეს ის ბრალი, რასაც ედავება პროკურატურას. ხომ არ შეიცვალეთ თქვენ პოზიცია იმ დოკუმენტების ან ჩანაწერების შემდეგ, რომელიც საპატრიარქოში თავად მთავარმა პროკურორმა მიიტანა? პირიქით მე უფრო გამიმტკიცდა ჩემი ვარაუდი, რაც აი თქვენს ეთერში პირველად დავაანონსე, რომ ეს არის ამ ქალის ესე იგი თემა, მისი ინტრიგები და არ გამოვრიცხავ, რომ თვით მამა გიორგი წამოეგო მის პროვოკაციას თავისი გამოუცდელობით. შეიძლება გადაამოწმოთ ჩემი პირველი სიტყვა ჩართვისას და მე რაც ვიცი, აი ერთ რადგან ამდენად უკვე დაზაფხულია მოსახლეობა და რაღაც თი კვანძების შეკვრა გაჭირდა. ნებსი თუ უნებლიეთ ხელოვნური თუ არახელოვნური ესეთი მიზეზებით მე ვიტყვი ერთს ასეც ხა თვლი აუცილებლად ესე იგი სათქმელად რომ მამა გიორგის საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი რამდენიმე ხნით ადრე თხოვს რომ მას მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის რომელიც ცხოვრობს უკრაინაში ჭირდება ციანიდი რომელიც გამოიყენება ოქროს გადამუშავებაში მიუთითებს მის ახლობელზე რომელიც საყდრიში მუშაობს ასევე ოქროსთან აქვს შეხება და აქედან იწყება მამა გიორგის უკვე ესე იგი მამა გიორგისთან ჩართულობა ის როცა ეძებს ციანიდს ჩართულობა იწყება თქვენ გულისხმობთ ირაკლი მამალაძეს საყდრისის დაცვის კომიტეტის დიახ და შემდეგ იწყება ამ სტობრის ჩართულობა და ესე იგი მომზადება იმისათვის რომ ეს ციანიდი არა ესე იგი საპატრიარქოში ერთ-ერთი ადამიანის დავალებისთვის და ოქრომჭედლისთვის არის საჭირო, არამედ თითქოს რაღაც ესე იგი საპატრიარქოში მკვლელობის მომზადებისათვის ეს არის აბსოლუტური ესეთი ინტრიგა სცენარი და მე მახსოვს, აი თქვენ ძალიან კარგად დაიწყეთ გასული კვირის სიუჟეტი, თვით ჰოლივუდის რეჟისორებსაც კი შეშურდებოდათ ეს სცენარი და მე გამიჩნდა
ესეთი აზრია უახლოეს მომავალში ვაპირებ დრამატურგებთან, საქართველოში ცნობილ დრამატურგებთან შეხვედრას და აუცილებლად უნდა დაიწეროს სცენარი, რომელიც ბევრად აჯობებს აგვისტოს მოვლენებში გადაღებულ ფილმს, რომელზეც მილიონები დაიწერა და რომელიც ბევრად აჯობებს ასევე უახლოეს პერიოდში გოგა ხაინდრავასაგან თუ არ ვცდები, ასევე მომზადებულ ფილმს, რომელზეც ასევე უამრავი რესურსი დაიხარჯა. ეს ფილმი იქნება ნამდვილად, რომელიც საქართველოს და ქართულ ადამიანებს გამოაცოცხლებს. ამ ფილმის მიერ მაინც გავიგებთ რეალურად სიმართლეს, რა მოხდა და რა ბრალეულობა აქვს მამალაძეს ცელ ამ სკანდალში. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, როცა ციანიძე საუბრობს, მე მჯერა რომ პროკურატურა და ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე დადგება და აუცილებლად ესე იგი მათი ეს ღირსების საკითხია, რომ სიმართლე გააცნოს საზოგადოებას, რაც არ უნდა მწარე იყოს ის. მეუფე, თუ შეგიძლიათ და ბუნებრივია გაქვთ ამის შესაძლებლობა, თუნდაც ძალიან მცირე ნაწილი იქნებ გითხრათ რა წერია დოკუმენტებში ან იმ მტკიცებულებებში, რომელიც პროკურორმა წარუდგინა საპატრიარქოს წარმომადგენლებს და გაეცნოს სინოდი ამ ყველაფერს. ამ დეტალებში აღარ შევალთ, მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი გასაჯაროდება და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მამა გიორგი წამოეგო პროვოკაციას და როდესაც პროვოკაციაზე ვსაუბრობთ, მან არ იცოდა ციანიდის მნიშვნელობა. მან იცოდა ციანიდის მნიშვნელობა, როგორც ესე იგი ოქრომჭედლობაში გამოსაყენებელი ნივთიერებისა. კარგით. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ამ გადასახედიდან რა მოხდა სინამდვილეში? ვისი მხრიდან იყო დაგეგმილი ეს ყველაფერი? ჩვენ ყოველთვის შორენა თეთრუაშვილზე საუბრობთ, მაგრამ ფაქტია, რომ პროკურატურა საპატრიარქოში ვიზიტებამდე პატრიარქით და წმინდა სინოდიც აპირებდა ბრალდებულის მონახულებას, შეხვედრას, თუმცა ასევე ჩვენ გვახსოვს, იყო მithქმა მოთქმა, რომ შესაძლოა შეწყალებაც კი მოხდეს, მაგრამ პროკურატურის მტკიცებულებების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ვითარება და აბსოლუტურად თითქმის ყველა სასულიერო პირი ამ თემასთან დაკავშირებით უკვე აღარ საუბრობს მცირე გამონაკლისის სახით. არ არის ესე ადვოკატები იყვნენ სანამ ჩვენ შეხვდებოდით უწმინდეს, სანამ პრეზიდენტი და შემდგომში პრემიერი მობრძანდებოდა, თვით ადვოკატებმა აუხსნეს პატრიარქს საქმის დეტალები და მამა გიორგის უდანაშაულობა. უბრალოდ აქ არის გამოსავალი, ვინაიდან შეცდომა დაშვებულია ასევე პროკურატურის მხრიდან, დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმპცია, გაკეთებულია გაზვიადებული განცხადებები და ასე შემდეგ, აღარ დავკონკრეტდები იცის თერმომოსახლეობა. უნდა ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი, რომ აი როგორც თქვენს ეთერში ვთქვი და მამა გიორგის მისამართით გავაჟღერე, მაგრამ დღეს იგივე ჭეშმარიტებას ბიბლიურს ვიმეორებ ყველას, როგორც ხელისუფლების, ისევე ყოველი ადამიანის მისამართით, ვინც ამ საქმეში არის ჩართული. მათ შორის მსტოვრებისაც კი. ჯობია სიმართლისათვის დავისაჯოთ, ვიდრე ტყუილით გავმართლდეთ. აი ეს ჭეშმარიტება, ამ პრინციპით უნდა ვიცხოვროთ და ამ პრინციპით გადავრჩებით და ამ პრინციპით გაგვithენდება ბედნიერი აღდგომა. მეუფე, ამ კვირაში მოვლენები ვითარდებოდა საპატრიარქოშიც. გადადგა პატრიარქის მდივანი, ჩვენი ინფორმაციით გათავისუფლებულია დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი და პატრიარქის დაცვის 17 წევრია გაშვებული. რა პროცესები დაიწყო საპატრიარქოში? იცით, რაც შეეხება პატრიარქის მდივან მამა მიქაელ ბოტკოველის გადაწყვეტილებას, მე ვთვლი, რომ ის ესეთი მან მიიღო ამ შემთხვევაში პრინციპული და ღირსეული გადაწყვეტილება, რამე თუ მან დაინახა, ის ესწრებოდა ასევე, როდესაც ადვოკატები ბრძანდებოდნენ ჩვენთან საქმის დეტალებს და ის უნდა დარჩენილიყო ან პატრიარქის მდივან რეფერენტის ბინძური საქმიდან გამოსვლის მონაწილე და მდივანი დივნისა და არა პატრიარქისა და არა საპატრიარქოსი ან ის უნდა არიდებოდა ამ პროცესებს და მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ოხანაშვილს, ფიქრობ, რომ მისი ასევე გარიდება, ვინაიდან თან დაიწყო ურთიერთობა მასმედიის საშუალებებთან, როგორც ვიცი, არიდება მისი ამ პროცესებიდან რაღაც ამ ეტაპზე, ასევე მიმაჩნია სწორ ნაბიჯად. გასაგებია და 17 დაცვის თანამშრომლის გაშვება და ასევე საპატრიარქოდან ცრუ ინფორმაციები, რომ თითქოს ვიღაც სხვა პირი ინიშნებოდა დაცვის სამსახურში, ესეც იყო ცრუ ინფორმაცია და ესეც იყო პროვოკაცია და ესეც იყო ესეთი ფსიქოლოგიური
ზეწოლა გასაგებია. და ჩვენი საუბრის ბოლოს საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა ვიკითხო, თან დღეს არის შენდობის კვირა. თქვენსა და მეუფე იაკობს შორის ინციდენტი ამოიწურა, ვიცით რომ საპატრიარქოში თქვენ შორის ლამის ფიზიკური დაპირისპირება იყო. ჩვენ ვცდილობთ გავაგრძელოთ საუბარი. თუ გესმით, მეუფე პეტრე, ჩემი ხმა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ძალიან მალე შემოგთავაზებთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგებას, რომელიც გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ პირველია. ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ამ დრომდე მიმდინარეობს შენდობისადმი მიძღვნილი წირვა. და ჩვენ ბოლო კითხვით უბრუნდებით გადაცემის პირველ სტუმარს, მეუფე პეტრეს. საინტერესო არის თქვენსა და მეუფე იაკობს შორის, აი ამაზე საუბრობთ, როდესაც კონტაქტი გაწყდა, ინციდენტი ამოიწურა თუ არა. არის შენდობის კვირა, ვიცით რომ საპატრიარქოში თქვენ შორის ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა საქმე. ყოველ შემთხვევაში ამ ინფორმაციამ გამოჟონა. ფიზიკურ დაპირისპირებამდე ეს რაღაც არასწორი ინფორმაცია, თქვენ გახსოვთ თუ როგორ იყო პრესის საშუალებით, როდესაც მე ის დაახასიათე, როგორც ქვეყნის მოყვარული ადამიანი, უბრალოდ წამოეგო ჟურნალისტების პროვოკაციას, რომ თითქოს მასაც უწოდე მე ოქროს თევზი და ნუ დაუშვა შეცდომა და ჩვენ ვისაუბრეთ გულწრფელად და შევახსენეთ ისიც რომ როდესაც ესე იგი მეუფე იაკობის საკითხი ღვთაებრივად გამორჩევისა დადგა ყველაზე აქტიური მხარდამჭერები ვიყავით მე და მეუფე დიმიტრი და როდესაც დღეს ყველაზე მეტად მეუფე იაკობს რაღაც ეს ურთიერთობა გაუფუჭდა ესე ვთქვათ მას მე ვეცადე ყოველ შემთხვევაში ამიხსნა რომ ეს იყო ასევე ბოროტი ძალებისა და ასევე ჭრილოვანი მმართველის ხელი არის ამ ყველაფერში რომ მეუფე იაკობი გამოეყენებიათ ბრმად და შეეყვანათ შეცდომაში და ვფიქრობ რომ მეუფე უფრო წინდახედულობას გამოიჩენს. მეუფე, ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ უნდა გკითხოთ, როგორ აპირებთ მუშაობის გაგრძელებას სინოდში მარტო? ჩვენ ვისაუბრეთ, რომ უმრავლესობა განსხვავებულ აზრზეა და თქვენ გამოირჩევით კრიტიკით და პირდაპირ საუბრობთ ყველა იმ დეტალზე, რომელზეც ისინი არ აკეთებენ კომენტარს. ესეთი გამონაკლისები სოფლიო ეკლესიის ისტორიაში ხშირი ყოფილა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თავარია მართალი სიტყვა. მე მჯერა რომ მეუფეები, რომლებიც ასევე არ არიან დეტალებში გაცნობილი და ისინი როდესაც გაერკვევიან, რა თქმა უნდა დაიჭერენ სიმართლის და ღირსების, ესე იგი, მხარეს დადგებიან. არანაირი პრობლემა არ არის, მხოლოდ იმის თქმა და პროვოკაცია, რაც ასევე თქვენი ეთერიდან გუშინ გაჟღერდა, სამარცხვინო არამზადა ადამიანის ქალბატონის დივნის მიერ გამოგზავნილი ეთერში, რომელიც თითქოს საპატრიარქოს პოზიციას იცავს და ეს არის სირცხვილი, როდესაც გიორგი ანდრიაძე საპატრიარქოს სახელით გამოდის. ადამიანი ქურდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები, რომ საპატრიარქო არის ჩემი კლიჩკა და საპატრიარქო არის ჩემი ადგილი, სადაც მე მხოლოდ ესეთი ფული უნდა ვიშოვო. მას ეკუთვნის სიტყვები, რომ მხოლოდ ის და შორენა მართავენ საპატრიარქოს და მესამე ადამიანის ზედმეტი. ასევე შემიძლია ორი დეტალი, რამდენიმე შეიძლება უსასრულოდ გავიხსენო, მაგრამ ორი ძალიან მარტივი ყველასათვის გასაგები რომ იყოს. ადამიანი, რომელსაც დაარსა სიონის საკათედრის ეზოში ესეთი მაღაზია, მარკეტი, სადაც მონასტრის ნობათი იყიდება და სურსათის უმნებლობის სამსახურმა, როდესაც იქ აიღო კარაქი, მონასტრის კარაქად ესეთ წოდებული და მასში აღმოჩნდა 0% რძის შემცველობა, აი სირცხვილი საპატრიარქოსი. ადამიანი, რომლის ოჯახს უკავშირდება ბიზნესი, რომელიც ყიდულობდა პურს, ჩვეულებრივ ერთ-ერთი თბილისის პურის ქარხნიდან, იფუთებოდა საპატრიარქოს სახელით და ბარდებოდა ორჯერ ძვირად. როდესაც ადამიანი გამოდის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს მმართველის სახელით, ეს არის სირცხვილი საქართველოს ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტისა და თუ რექტორმა, თუ პროფესორ მასწავლებელმა კარგად იციან თუ ვისთან აქვს საქმე და რამდენად ხორცმეტია ეს ადამიანი და უბრალოდ კითხვა არსებობს, რატო ვერ იცილებს მას პატრიარქის მდივანი და რატო არის ასევე მის მიმართ ასე ძალიან დავალებული. თუმცა ალბათ დღეს შეკითხვები არსებობს და ძალიან დიდი სირცხვილია მისი გამოყვანა და მის მიერ საპატრიარქოს უფლებების თუ პოზიციის დაცვა. მას გონია, რომ ერთხელ როდესაც
დღემდე მძიმე ცოდვა, ესე იგი უწია ფაქტიურად მათ ცოდვამ, როდესაც ერთი მართალი, განათლებული, პრინციპული ადამიანი დეკანოზი ვასილ კობახიძის სახით ესეთი უსამართლობის მსხვერპლი აღმოჩნდა, დააბრკოლდა, განიმოსა და შეწყვიტა ღვთისმსახურება და იგივე თითქოს მოწოდებით ეს ნომერი, რა თქმა უნდა, არ გამოვა. მე უპასუხებდი, რომ დღეს როგორც არასდროს ისე თუ მეუფე პეტრე, თუ ყველა სამღვდელო საერო დასი სასულიერო იერარქიისა უნდა დავდგეთ ფეხზე, რომ საბოლოოდ დამარცხდეს, ესე იგი საპატრიარქოში აი ესეთი ინტრიგული, ქაოსური მმართველობა და მე პენსიაზეც რო ყოფილიყავი, როგორც მღვდელთავარი ან მონასტერში ჩაკეტილი, აი ესევე როგორც ათონის მთა დატოვა იოანე თორნიკ ყოფილმა, როცა ქვეყანას გაუჭირდა და ქრისტიანობას და ჩაერთო ბრძოლის ველზე დავბრუნდებოდი და გამოვიდოდი და დავდგებოდი იქ, სადაც დღეს ვდგავარ. თუმცა ჩვენ რასაც ვხედავთ ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ფაქტია, რომ ეს გაურკვევლობა და კითხვის ნიშნები კიდევ დიდხანს არ დასრულდება. ამის ფონზე ხომ არ არსებობს საფრთხე იმის საშიშროება, რომ თქვენ სინოდის დატოვებაც მოგიხდეთ? მე ვარ სინოდის წევრი. უნდა წმინდა სინოდის ხდომა შეიკრიბოს, მე მივესალმები და როგორც არაერთხელ მithქვამს, მომხრე ვარ და ჩემი სურვილია სასამართლო, სინოდალური საეკლესიო სასამართლო აღსდგეს, ან სინოდზე იქნეს ჩემი საკითხი განხილული. იქამდე მივა საქმე, რომ ასე იგი ალბათ დიდი სურვილი გექნებათ ჟურნალისტებს, როგორც პარლამენტის ხდომები, წმინდა სინოდი ესეთი გამჭვირვალე და ალბათ ღია ეთერში ჩატარდეს, მაგრამ ამის ზევით ჩვენ ასევე გვაქვს უმაღლესი ორგანო, ეკლესიის არის დიდი ესეთი გაერთიანებული კრება, საეკლესიო კრება, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს მოწვეული არა მარტო მაღალი იერარქია, სამღვდელო დასი, რომლებიც დღემდე არიან დეზინფორმირებული, სამწუხაროდ და საერო დასი გულშემატკივრობრივი ეკლესიისა უნდა ესწრებოდნენ და რა თქმა უნდა მე მზად ვარ თამარისეული პრინციპით მიუდგეთ, რომ ხილება დაიწყოს, ჩემით დაიწყოს, ვიქნები ბედნიერი თუ საქართველოში ჯანსაღი პროცესები, გამოსწორების პროცესები დაიწყება და მე ვიქნები პირველი მსხვერპლი. აი ეს იქნება ჩემთვის უდიდესი ბედნიერება. ჩვენ ძალიან ბევრ მოწინააღმდეგეს ვხედავთ, თუმცა ვერ ვხედავთ თქვენს მხარდამჭერებს, თუნდაც საპატრიარქოს შიგნით. არიან ასეთები? პირველ რიგში ვგრძნობ ძალიან დიდ შეწევნას ღვთისაგან და სეციური საქართველოსდან და რა თქმა უნდა საქართველოში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან იბრძოლონ სიმართლისათვის, იბრძოლონ ქვეყნისა ერისა და ეკლესიის გადასარჩენად და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამოჩნდება თუ გახდა საჭირო. მადლობა, მეუფე პეტრე იყო პირდაპირ ეთერში, უღრმესი მადლობა. ჩვენ გავაგრძელოთ საუბარი, წინ კიდევ ერთ საინტერესო ინტერვიუ გელოდებათ. დაახლოებით 9 საათისთვის კი ჩვენ შეკითხვებს პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე უპასუხებს.